საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აკაკი წერეთლის თორნიკე ერისთავზე. ამ ისტორიულ პოემას ძალიან საინტერესო ამბები უდევს საფუძვლად და ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ იმ ისტორიულ საფუძველზე, იმ ისტორიულ რეალობაზე, რომლებიც გამოიყენა აკაკი წერეთელმა, ან ის ცნობები, რომლებსაც დაეყნო იგი საიმისოდ, რომ ეს პოემა შეექმნა. როცა საერთოდ მწერალი წერს ისტორიულ ნაწარმოებს, შეუძლია რომ სრულიადაც არ გამოიყენოს არაფერი ისტორიიდან. ისტორია იყოს მისთვის მხოლოდ ერთგვარი ბრჭყალები, ანუ შირმა, იმისთვის რომ მან თავისი საწუხარი, თავისი საფიქრალი გამოხატოს, მაგრამ შეუძლია რა თქმა უნდა ისიც, რომ არც ერთი ისტორიული ჭეშმარიტება არ შეცვალოს, ან არ დაამახინჯოს და ისე დაწეროს ყოველივე როგორც თვითონ უნდოდა. აკაკის უნდა ითქვას, რომ ქონდა საიმისო გამოცდილებაც, რომ შეეცვალა რაღაცა გარკვეული ისტორიული მოვლენა, მაგალითად გაგახსენებთ, რომ მან ბაშიაჩუქში ნაწარმოების მთავარ გმირად და აჯანყების მეთაურად გამოიყენა და გამოიყვანა ბიძინა ჩოლოყაშვილი, სინამდვილეში კი ამ აჯანყების მეთაური ზაალარაგვის ერისთავი იყო. რაც შეეხება თორნიკე ერისთავს, აკაკის ასეთი რამ არ გაუკეთებია და თუ რაიმე მან დააკლო ისტორიულ მოვლენებს, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მისი სურვილით მოხდა, რაღაც დაწერა, რაღაც არ დაწერა, რაღაც გამოიყენა, რაღაც არა, მწერალს ამისი უფლება და თავისუფლება აქვს, რასაკვირველია, მაგრამ რაც გამოიყენა, ამაში ყველაფერში დიდი ისტორიული სიმართლე იყო. თორნიკე ერისთავი ეხება ერთ-ერთ უდიდეს ეპოქას საქართველოს ისტორიაში, მე-10 საუკუნის მიწურულს, ეპოქას დიდი ქართველების, ათონელების, ანუ მთაწმინდელების, რადგან ათონი ქართულად მთაწმინდას ნიშნავს, იმ ქართველების, რომლებიც მართლა ძალიან ახლოს იყვნენ უფალთან და უფლის შვილობილებად ითვლებოდნენ და საოცარი სიკეთე მოიტანეს საქართველოს ისტორიაში. ათონის მონასტერი და ათონური კულტურა იყო ის ძალა, რომლითაც ქართული კულტურა აზიურიდან ევროპულად გადაკეთდა, ასე რომ ამ დიდმა ადამიანებმა მართლაც ბევრი საოცარი საქმე აღასრულეს. რევაზ სირაძე ერთგან წერს, პროფესორი რევაზ სირაძე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარგად უწყობენ ფეხს ეპოქას, ისინი დიდი ადამიანები არიან, მაგრამ უდიდესი ადამიანები ისინი არიან, რომლებიც თვითონ ქმნიან ეპოქასო. აი ჩვენი დიდი ათონელი ქართველები, ანუ მთაწმინდელი ქართველები, ასე ვიტყვით თუ ისე ერთსა და იმავეს გულისხმობთ ყოველთვის, იყვნენ სწორედ ის დიდი ადამიანები, რომლებიც ეპოქას ქმნიდნენ და რომლებიც არსებითად ცვლიდნენ ქართული კულტურის ისტორიას და ის არს, რომელთაც ქართული კულტურა ყოველთვის იყო გამორჩეული და ფასეული მსოფლიოს თვალში. ვინ არიან ეს დიდი ათონელები და რა წილით, რა ხვედრით, რა ნაწილით შემოვიდნენ ისინი აკაკი წერეთლის თორნიკე ერისთავში. თვით მთავარი გმირი ამ პოემისა, ვისი სახელობისაც გახლავთ ეს ნაწარმოები, ანუ თორნიკე ერისთავი, გახლავთ ზუსტად ერთ-ერთი უდიდესი ქართველი, რომელსაც მიეწერება ათონზე უდიდესი ქართული მონასტრის ივირონის ქტიტორის, ანუ მთავარი შემომტანის, მთავარი დამფუძნებლის, თანხის მთავარი პატრონის სახელს. ეს არის თორნიკე ერისთავი. სწორედ მან იშოვა ის თანხა იმ 5,000 ქართველთან ერთად, რომლებმაც თავი დადეს ჰალისის ბრძოლაში, რომლითაც აშენდა ივირონი და მთავარ ქტიტორად ითვლება სწორედ თორნიკე ერისთავი ამ მონასტრისა. გარდა ამისა, ამ ნაწარმოებში ჩვენ ვხედავთ იოანე დიდსაც, ამ მონასტრის ივირონის პირველ წინამძღვარს, ასევე ძალიან საინტერესო და დიდ მნიშვნელოვან ქართველს, ერთ-ერთი ასევე დიდი ქართველის ექვთიმე ათონელის მამას. ჩვენ ამ ნაწარმოებებს გავეცანით, როცა თქვენ სწავლობდით იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრებას და სწორედ აი ამ იოანესა და ექვთიმეზეა საუბარი და თორნიკე ერისთავზე, რომელიც სწორედ აი ამ იოანესთან ჩავიდა ათონზე სამოღვაწეოდ. ნაწარმოები, გაგახსენებთ, შედგება შესავლისაგან და შემდეგ ძირითადი ნაწილია გადმოცემული რამდენიმე კარად დაყოფილი და შესავალ ნაწილში აკაკი წერეთელი გვიმჟღავნებს თავის მიზანს.
ეს მიზანი გახლავთ, რომ თუ ჩვენ ქართველები ვართ და ღირსეულად გვინდა ვიცოდეთ ჩვენი კულტურა და ვიყოთ ღირსეული შვილი ჩვენი წინაპრებისა, კარგად უნდა ვიცოდეთ ეპოქა, ისტორია და კარგად უნდა ვიცოდეთ თუ რომელი წინაპარია განსაკუთრებულად გარჯილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ მათთვის მიბაძვა და მათ ნაკვალებზე სიარული შევიძლოთ. ვინ დაასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარმკლავებიო. ასეთი რიტორიკული შეკითხვებით იწყება აკაკი წერეთლის ეს ნაწარმოები და გასაგებია აქედანვე მკითხველისთვის ცხადია, რომ ასეთი ქართველები მართლაც დაუთვლელნი არიან, ისინი ქვიშის მარცვლებივით მრავლად არიან და ზღვის წვეთებივით, მაგრამ ჩვენი ვალია თითოეული მათგანის შესახებ ვიცოდეთ და სურვილი გქონდეს, რომ ყოველ მათგანს გარკვეული პატივი მივაგოთ. ამის შემდეგ აკაკი იხსენებს ერთ-ერთ პერიოდს დიდი საქართველოსი, კერძოდ იმ პერიოდს, როცა მთელ იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა და საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა მთელ საქრისტიანოში, რომელმაც შეძლო, რომ დაეცვა კონსტანტინოპოლი დანგრევისაგან და ამით გადაერჩინა ის დიდი ქრისტიანული სიწმინდეები, რომლების თავმოყრილი იყო კონსტანტინოპოლში. ბევრჯერ კითხულობენ ხოლმე ქართველი მეცნიერები, რომ უნდა მიიღოთ თუ არა ქართველებს მონაწილეობა გარკვეულ ბრძოლებში, მაგალითად ჯვაროსნების, ლაშქრობის დროს, ან რა და აი ამ ბრძოლაში, ანუ ხალისის ბრძოლაში, უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველები და დაპირისპირებოდნენ თუ არა ბარდას-კლიაროს და ძალიან ბევრჯერ მოისმენთ ასეთ აზრს ან ამოიკითხავთ, რომ ეს იყო სხვისი ომი და ქართველებს ამ ბრძოლაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ. ისევე როგორც ბევრი საუბარი გაგიგონიათ ალბათ, სწორედ რუსეთ-გერმანიის ომზე, რომელშიც ყველაზე დიდი რაოდენობის პროცენტულად მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით ქართველები დაიხოცნენ. და რომელმაც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს კულტურას და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაც ბევრად დახია ჩვენი ქვეყანა უკან. მაგრამ თუ მაგალითად კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ ჩვენ ასეთი შლეგები ვიყავით და სხვის ომებში ბრძოლა გვიყვარდაო, არსებობს მეორე თვალსაზრისიც, რომ სიშლეგე, ანუ სიგიჟე, ნამდვილად არ არის ის, როცა შენ ცდილობ, რომ გადაარჩინო მაცხოვართან, წმინდა გიორგისთან, წმინდა ნიკოლოსთან, ანუ იმ დიდ წმინდანებთან დაკავშირებული სიწმინდეები, ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედასთან დაკავშირებული სიწმინდეები მუსლიმანთა აგრესიისაგან, იმისგან, რომ მათ გაანადგურონ ისინი, ან და წყალში გადაყარონ, თქვათ, ან რაიმე დაუშავონ. ქრისტიანი ასეთ შემთხვევაში ალბათ გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეს. და თუ ამგვარად მიუდგებით ამ ომს, მაშინ ჩვენ გავიაზრებთ, რომ ეს იყო არა უბრალოდ სპარსელთა და ბერძენთა ომი, რომელშიც რასაკვირველია ქართულს მონაწილეობა არ უნდა მიეღო, იმიტომ რომ არც სპარსელი იყო მისთვის დიდი მოყვარე და არც ბერძენი. გავიხსენოთ ჩვენ, რომ ბიზანტიაც ძალიან მტრობდა საუკუნეთა განმავლობაში და სპარსეთიც. თუ ისინი ორივენი დასუსტდებოდნენ, ჩვენთვის შეიძლება ეს უკეთესიც ყოფილიყო სხვა შემთხვევაში და სხვა ვითარებაში. მაგრამ ამ დროს, როცა ბარდას-კლიაროსი აჯანყებული სპარსელთა ლაშქრით აპირებდა, რომ კონსტანტინოპოლი მიწასთან გაესწორებინა და ყველა ქრისტიანული სიწმინდე დაენგრია და აღეგავა მიწის პირისაგან, რასაკვირველია ასეთ დროს ქრისტიანი ქართველი გულხელდაკრეფილი არ უნდა დამჯდარიყო, ამას გარკვეული მონაწილეობა უნდა მიიღო ასეთ საღვთო ომში. აი როგორც ჩანს, ასეთი თვალსაზრისი ძალიან მისაღები აღმოჩნდა თვითონ მე-10 საუკუნის ქართველობისთვისაც, რადგან დავით კურაპალატმა გადაწყვიტა, რომ ჩარეულიყო აი ამ ომში და არ მიეღო ეს ომი როგორც მხოლოდ ბერძენ-სპარსელთა დაპირისპირება. ამიტომაც მოხდა, რომ 12,000-იანი ლაშქრით თორნიკე ერისთავი გაემართა ეხლანდელი თურქეთისაკენ, ანუ მაშინდელი ბიზანტიის დედაქალაქისაკენ მიდიოდა, ამ ქალაქს ახლა ქვია სტამბული, მაშინ გახდათ კონსტანტინოპოლი და როცა ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ დაეცვათ კონსტანტინოპოლი საკუთარი სისხლის ფასად და გადაერჩინათ ის სიწმინდეები, რომლებიც ამ დროისათვის კონსტანტინოპოლში იყო თავმოყრილი. მე გაგახსენებთ, რომ როდესაც გრიგოლ ხანძთელი
გაემართა სალოცავად, მან გადაწყვიტა სწორედ კონსტანტინოპოლს წაბრძანებულიყო, რადგან იქ იყო ის სიწმინდეები, რომელთან ხლება, რომლებთან ლოცვაც მას უნდოდა და ამბობს კიდეც შემდეგ გიორგი მერჩულე, რომ მან ამოივსო გული აი ამ სიწმინდეებთან მისვლით და მათთან ლოცვით და ძალიან ბედნიერი მოbrunდა უკანო. ამ დროისათვის კონსტანტინოპოლი ფაქტობრივად თავს უყრიდა თითქმის მთელ ქრისტიანულ სიწმინდეებს და მისი დაქცევა ფაქტობრივად გულისხმობდა ქრისტიანობის ბურჯის, ქრისტიანობის საყრდენი წერტილის განადგურებას, რის შემდეგაც მუსლიმან მტერს გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობა მიეცემოდა და გაცილებით უფრო ფართოდ გაშლიდა იგი მხრებს და დაიწყებდა ბრძოლას. ასეც მოხდა მოგვიანებით, როცა ბიზანტიის შევიწროება, დაცემა და შესაბამისად ისლამის გაფართოება მოჰყვა ზუსტად კონსტანტინოპოლის დაცემას, ანუ 1453 წელს, როცა თურქებმა დაანგრიეს კონსტანტინოპოლი და მის ნაცვლად ახალი ქალაქი შექმნეს ისლამურად გაფორმებული და მას სახელიც გადაუკეთეს და დაარქვეს სტამბული. აი ამის შემდეგ სწორედ ისლამი გაცილებით უფრო მოძლიერდა და გაცილებით უფრო მეტად მოიმაგრა მან ფეხი აზიაში, ვიდრე იყო მანამდე, ვიდრე აქ ბიზანტიის ზეგავლენა ვრცელდებოდა და ვიდრე ეს ტერიტორიები ბიზანტიის იმპერიას ეკუთვნოდა. სინამდვილეში რა ხდებოდა მაშინ და რა ისტორიულ ამბებს ეყრდნობა თორნიკე ერისთავში აკაკი წერეთელი. ეს არის ერთი მხრივ ბიზანტიის იმპერიაში მიმდინარე მოვლენები, ანუ დაპირისპირება ბარდასკლიეროსსა და ბიზანტიის მაშინდელ დედოფალ თეოფანიას შორის და მეორე მხრივ ეს გახლავთ ივირონის მშენებლობა ათონზე და ბოლოს სულ მკრთალად არის ივერიის ღვთისმშობლის ხატის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიცურება ივირონთან და მისი დაბრძანება ივერთა, ანუ ქართველთა მონასტერში. ბიზანტიის იმპერია მაშინ დიოცეზებად, ანუ ოლქებად იყოფოდა და თითოეულ დიოცეზს მართავდა რომელიმე სამხედრო ხელისუფალი, რომელსაც დომესტიკოსი ერქვა და აღმოსავლეთის დომესტიკოსი, ანუ ეს მოიცავს ტერიტორიები დღევანდელი ნიშნულობით რო ვთქვათ, ეს გახლავთ თურქეთის, სპარსეთის, ანუ ირანის და სომხეთის ტერიტორიები. აი ამ აღმოსავლეთის დომესტიკოსი გახდათ ბარდასკლიეროსი, რომელმაც ისარგებლა იმით, რომ გარდაიცვალა იმპერატორი და რადგან ბიზანტიაში თუ სრულწლოვანი არ იქნებოდა უფლისწული, მანამდე მას ვერ გაამეფებდნენ, ვერ გახდებოდა იმპერატორი, ამიტომ გარკვეული არეულობა იყო სამეფო კარზე. განაგებდა ქვეყანას დედოფალი თეოფანია სევისტოპორთან ერთად, რომელიც იყო პარაკიმენონი, ანუ მოვალეობის შემსრულებელი იმპერატორისა და ეხმარებოდა დედოფალს, მაგრამ მანამ სანამ სევისტოპორი იქნებოდა ან დედოფალი, რეალურად ქვეყანას არ ყავდა იმპერატორი, არამედ ესენი მხოლოდ და მხოლოდ უცდიდნენ იმპერატორის აღზრდას. აი ამით ისარგებლა სწორედ ბარდასკლიეროსმა და მას როგორც დომესტიკოს, რადგან ყავდა ჯარი და ჰქონდა ჯარში ავტორიტეტი, ამიტომ მან შეძლო რომ აჯანყება დაეწყო და მისი ბრძოლა, რა თქმა უნდა, იყო ისლამის ბრძოლა, ისლამის დროშით ქრისტიანთა წინააღმდეგ. მას მიემხრნენ სპარსები და რასაკვირველია მიემხრნენ სომხები. სომხებს თავისი მიზანი ჰქონდათ, ჯერ ერთი ისინი ამ შემთხვევაში დაპყრობილნი იყვნენ ბიზანტიისაგან და მეორეც გაგახსენებთ, ალბათ იცით, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით მონოფიზიტები და დიოფიზიტები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ანუ ბიზანტიელები და დიოფიზიტები გახლავან ბიზანტიის იმპერია დიოფიზიტური იყო, ხოლო სომხეთი იყო მონოფიზიტური, დღესაც მონოფიზიტები არიან სომხები და აი ამიტომ მათ შორის იყო გარკვეული სარწმუნოებრივი დაპირისპირებაც და იყო გარკვეული ეროვნული დაპირისპირებაც. აი ამიტომ სომხებს ხელს აძლევდათ ამ შემთხვევაში ბრძოლა ბარდასკლიეროსთან ერთად და ამიტომ მიემხრნენ ისინი ბარდასკლიეროსს. სკლიეროსმა ბრძოლით გაიარა ეხლანდელი ირანის, ანუ სპარსეთის ტერიტორია, გადავიდა ეხლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და როცა იგი უკვე ფიქრობდა, რომ
აიღებდა სტამბულს ეხლანდელს, ანუ მაშინდელ კონსტანტინოპოლს და ამით დამთავრდებოდა ბიზანტიის იმპერიის არსებობა. სწორედ მაშინ მოუწია მას, რომ შეჯახებოდა ქართველთა ლაშქარს თორნიკე ერისთავის მეთაურობით, რომელიც ჩასაფრებული დახვდა მას მდინარე ჰალისთან. ჰალისის გადალახვის შემდეგ უკვე ბარიერი აღარ იყო და დაბრკოლება პირდაპირ შედიოდა კონსტანტინოპოლში ბარდას კლიაროსი. ასე რომ ეს იყო ბოლო ბრძოლა, ეს იყო ბოლო წერტილი, რომლის შემდეგაც ფაქტობრივად საქრისტიანოს ბურჯი უნდა დაცემულიყო. ასე რომ ქართველებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს იმაში, რომ გადაარჩინეს ბიზანტიის იმპერია დაცემისაგან და კონსტანტინოპოლი განადგურებისაგან. ამას შეეწირა 5,000 ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე და მიუხედავად იმისა, რომ საოცრად რიცხმრავალი იყო მტერი, თორნიკე ერისთავმა თავისი გასაოცარი ნიჭიერებით და გასაოცარი მხედართმთავრული ტალანტით მოახერხა ის, რომ მასზე 15ჯერ და 20ჯერ უფრო რიცხმრავალი მტერი დაემარცხებინა, მხოლოდ 5,000 ადამიანის სისხლის ფასად, 7,000 ქართველი ცოცხალი დარჩა. მაშინ თორნიკე ერისთავმა მიიღო დედოფალ თეოფანიასაგან უფლება, რომ აეშენებინა მონასტერი ათონის მთაზე, სადაც მას თვითონ სურდა და ზემო ქვეყნები გადმოეცა დავით კურაპალატს. ეს იყო ქართული ტერიტორიის ნაწილი მიტაცებული. კარგად ასახავს ამას აკაკი წერეთელი თორნიკე ერისთავში, რომ ვიდრე არ სთხოვს თორნიკე ერისთავს ჯერ დედოფალი და შემდეგ უკვე საქართველოს კათალიკოსი, მანამდე იგი არ იღებს ბრძოლაში მონაწილეობას. ისტორიულადაც ასია ცნობილი, რომ დედოფალი ვიდრე მუხლებში არ ჩაუვარდა თორნიკე ერისთავს და ვიდრე არ მისცა მას პირობა, რომ ზემო ქვეყნებსაც დაუბრუნებდა საქართველოს და მონასტრის აშენების უფლებასაც მისცემდა, მანამდე თორნიკემ არ გაიხადა ბერის სამოსი, რადგან ამ დროს ის უკვე აღკვეცილი იყო ბერად და ერქვა სახელად იოანე. მანამდე ის არ აპირებდა წამოსვლას და ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას. მართლაც ეს ყველაფერი თორნიკე ერისთავშიც არის და ისტორიულადაც ასია ცნობილი და აი ამ 5,000 ქართველის სისხლის ფასად ქართველებმა ასეთი გამარჯვებაც მოიპოვეს და მონასტრის აშენების უფლებაც მიიღეს. ეს ბრძოლა მოხდა 979 წელს, ხოლო 983 წელს მონასტერი უკვე აშენებული იყო. ძალიან დიდი სისწრაფით ააშენეს ქართველებმა ათონის მთაზე მონასტერი. ეს უდიდესი მთაა და უაღრესად დალოცვილი უფლისაგან, რადგან მას უკავშირდება ასეთი საოცარი ამბავი, ერთხელ როცა ღვთისმშობელი და იოანე მახარებელი, ანუ სახარების ავტორი იოანე, რომელსაც სხვანაირად იოანე საყვარელსაც ეძახიან, რადგან ის გახდათ უფლის უსაყვარლესი მოწაფე, ერთად მიდიოდნენ გემით, ამ დროს ატყდა ღელვა, გემი სულ ნაფოთ-ნაფოთ დაიშალა და მარიამ ღვთისმშობელი და იოანე გარიყა წყალმა თავისთავად ერთ-ერთ მთაზე. მაშინ ღვთისმშობელმა დალოცა ეს მთა, მოსთხოვა უფალსაც, რომ მასაც დაელოცა, როგორც მისი და მისი უსაყვარლესი მოწაფის გადამრჩენელი და ამის შემდეგ ეს მთა გახდა საოცრად კურთხეული და ყველა ქრისტიანს სურვილი აქვს, რომ ამ მთაზე ერთხელ მაინც ილოცოს და იქ ქონდეს მონასტერი. ქართველებსაც რასაკვირველია, დიდი სურვილი ჰქონდათ ამისი. ქართველები მოღვაწეობდნენ ათონზე ათანასე დიდის ლავრაში და მხოლოდ მას შემდეგ, როცა თორნიკე ერისთავმა უდიდესი ალაფი აიღო, როცა მას ჰქონდა უკვე სახსარი, ამ ომის შემდეგ დარჩენილი ოქრო-ვერცხლი და ფული ჰქონდა, მას შეეძლო უკვე, რომ აეშენებინა მონასტერი საკუთარი ხარჯით, მით უმეტეს ჰქონდა ამისი უფლება დედოფლისაგან და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მონასტერი ათონის მთაზე გახლავთ სწორედ ივირონი, ანუ ივერთა მონასტერი, რომელიც სულ რაღაც 4 წელიწადში ააშენეს აი ამ ჰალისის ბრძოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ. ამას მოჰყვა მესამე დიდი სასწაული. ერთხელაც, ნამდვილად მშვენიერ დღეს ქართველთათვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც ხმელთაშუა ზღვიდან მოცურა ღვთისმშობლის ხატმა, რომელიც არავის ხელს არ იკარებდა და უკან იხევდა, თუკი მას უახლოვდებოდა ვინმე, ვიდრე არ გამოაცხადა ღვთისმშობლის ხატმა, რომ მისი ნება იყო, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველს, ანუ გაბრიელ სალოს, თორნიკე ერისთავის მიხედვით, გამოებრძანებინა იგი ზღვიდან. გაბრიელს გაუვლია ზღვაზე, ისე როგორც ხმელეთზე, დაუჩოქა მან ხატს, ისე რომ არ დასველებია კაბის კალთაც კი ზედ გაშლილ ზღვაში
და ხატი იმდენად ახლოს მივიდა მასთან, რომ გაბრიელმა დაჩოქილმა მოკიდა ხელი აი ამ ხატს და გამოაბრძანა ზღვიდან. ხატი ამოაბრძანეს და ივირონში დააბრძანეს, კარებთან ახლოს დახვდათ იგი დილით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განრისხდა ამის გამო იოანე დიდი, მონასტრის წინამძღვარი, ხატმა გამოაცხადა თვითონ, რომ იგი მოსული იყო მცველად და მცველი კი უნდა იდგეს კარებში. ეს ამბავი აკაკი წერეთელს არ უწერია. მას უწერია მხოლოდ, რომ მობრძანდა ხატი და მას უწოდეს კარის ღვთისმშობელი, მაგრამ იგი არ ხსნის რატომ. უბრალოდ ამბობს ამას, თუმცა კი მსოფლიოს ყველა ენაზე ამ ხატს ქვია ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატი და არავინ დაობს იმაზე, რომ იგი ნამდვილად კარებში მცველად ჩაუდგა იმდროინდელ ქართველ ძმობას, იმ ძმობას, რომელიც ათონზე მოღვაწეობდა. მაშინ გამოჩნდა ზუსტად, როგორი დიდი იყო საქართველო და როგორ უყვარდა უფალს ისინი, რადგან ეს ხატი საუკუნეების განმავლობაში დაკარგული და შეურაცხყოფილი, იგი მე-7 საუკუნიდან დაიკარგა და ეძებდნენ მას, აღმოჩნდა არაუბრალოდ შემორიგებული და მოსული ქართველებთან, არამედ მათთან ცველად დამდგარი. აი აკაკის სწორედ ეს დიდი დრო უნდა ეჩვენებინა და სწორედ ის უნდა აესახა, როგორი დიდი ქვეყნის შვილები ვართ ჩვენ და როგორ გწყალობს ღვთისმშობელი დედა, როგორი ქართველები უნდა ვიყოთ და როგორი ღირსეული ადამიანები, რომ აი იმ წინაპრების შვილებად ჩავითვალოთ და შთამომავლებად და ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამეც კი გახდება წარმოსადგენი და დავინახავთ ჩვენი თვალით, როგორ დადის ადამიანი ზღვაზე და როგორ მიეფერება იგი ხატს, რომელიც მე-7 საუკუნიდან მოყოლებული შემომწყრალი კაცობრიობაზე სისხლ მდინარე, რადგან მას ხანჯალი ჩაარტყეს და მარჯვენა ლოყაზე სისხლი დღესაც აჩნევია და ამის შემდეგ გაბრაზებული აი ამ საზოგადოებაზე წავიდა იგი თავისინებით, როგორ დაუბრუნდა ქართველებს. დღეს ვიცი რომ დაგაინტერესებთ ამ ხატის ზუსტი ასლის პატარა ხატი არ არის საკმაოდ დიდია. დაახლოებით იქნება ალბათ 2 მეტრი, მეტრანახევარზე და არის მისი ზუსტი ასლი სიონში, იქ ბრძანდება და დღეს გვაქვს შესაძლებლობა რომ მასთან ვილოცოთ და იმ ასლისგანაც ისეთივე მადლი მივიღოთ, როგორ მადლსაც იგი უნაწილებს ათონურ საზოგადოებას და იმ ძმობას დღესაც რომ მოღვაწეობს ათონზე ივირონში. გმადლობთ ყურადღებისთვის.